რატო ეს უსახსრობი რამო ადამიანს ერთ-ერთი სიმულატორს ფასტუიყიდით იგივე ანტისტრეს მოსამზადებლად რაც მოგებულ საერთოდ მოვაჯერებს სისტემა Danke, ნაკლებად წავენ განსაკუთრებით მოდელების პრობლემა საფრანგეთის მარტივად პრაქტიკული ისეთაერად არის ალბათ შემდეგი ნაბეჯი მოახერხებს ჩოლოს საწესო მომზადება ყველაზე უფრო ხარჯია არიან პრაქტიკოსები რომელსაც გამოცდილებოდა სოციალური წესების სარემონტის იმათ ისეთი არ ყოფილა მომზადებული მომზადების პროცესში სამას გასწავლამდე გააჩნია სცენარი ძირითადად გასულიყო ტექნიკის შეკეთება. ძირითადად გასულიყო ტექნიკის მომზადებისთვის საუბრობ. ეგ ნიშნავს, რომ ტექნიკა მთლად არ არის გამორთული. ტექნიკა არ არის გამორთული საბრძოლოდ. საბრძოლოდ არის სხვადასხვა სტანდარტები, რასაც შევეძახ გამართულ საბრძოლოს, მაგრამ ჩვენ დარხმა სტანდარტი არის. მარტო იმას უძულეს, რომ იმოძრაოს და ისვრის ამბებია გამართული. ეს მართალია, რომ აქ ფორმების პრობლემა არის. შრომატევადი სამუშაოა, დროში გაწეული. Πατάντα, სამბესტი ბრიუსელიდან დელეგაცია ჩამოვიდა მართალია. ვიზიტის შედეგი. მომახსენებელია ხო? თავი დაკარგული. მარტო კამერები.
პირველად ბრძანდებს ავიაციაში, ეს არის ის ჩაფუთი, რომელსაც ჩვენ მძინავი დადენა. დემნიტური ჩაფუთი, რომელსაც ჩვენ მძინავი დადენა. დანარჩენი თანხმოვანები ცენტრის მეცეთ საერთაშორისო სტატუსი რეგიონში შევძლოთ, ესე იგი, ჩვენი კოლეგებს მომზადება კონკრეტიდან აზერბაიჯანიდან
Asfixile ძალიან საინტერესო მედიანად გამოსვლის. ტრადიცია ამია დაგროვებული. ერთი მეორე გაფული განახატული. ორი ცენტრები მართლობს და აქტიურად ესე საუბრობს. მოარიან საუბრობენ. ასე ხომ ნახე სამბეჭდავია იმეც მოძლებს შეაბრუნოს ამერი რატოჩი დავასაჭირო საფრთხეს დავაწყოთ აი 12 წელს როგორც იახა აი 12 წელს სახელმწიფო აშენდა აი ეს ბატონო პრეზიდენტო აფხაზური დელეგაცია უკვე ჩავიდა საქმეებში სადღაც ისინი მიიწვიეს ოფიციალურად Teida tu mamita, o mira. გამოგდებული იქნება თუ სპეციალისტი რომელიც აქ მომზადდება ხელში სათანადო სისტემა
განათლების გამართული. შეიარაღება ჯერჯერობით აქვს. შეერაღოთ ახლა მოვილაპარაკე. ბატონო, რატომ იგეთ გადაწყვეტილება, რომ სამხედრო ალბომი არ შეგვიძლია? იო, გამოიძე, სოციალურ Certo, sarà per io presidente რაც უნდა ზუსტ ინფორმაციას მასწავლებლად. რა პროგრამა დარჩება მაშინ დაუფინანსებელი ბატონო დავით? არ გადასახადებია პროგრამა. არის პროგრამა, რომელიც დარჩება დაუფინანსებელი. და ნატოზე გიხოზე შტაბ-ბინაში. როგორ პასუხობთ? ეს უკვე და დელეგაცია და ბუში ეს ასვენების დღეები პარტნიორებს მოხსენებთ. ბატონო დავით, რამდენი ქრისტიანული სახელმწიფო და ასამონი თუმცა თავის ბოლოსunda ჩაიწერა გაზეთაში. ბატონო დავით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აფხაზეთი აუცილებლად დაბრუნდება და იმდენი მოახდინოს დაემთხვა. შეიძლება გავადავ. მასკესია. მართალია საწოლოდ მოვიწვი რომ საწოლოდ მეჩვევა. ჩავხტავთ და ესაკე და მე რა ინტერესია. Aka, კონცენტრაცია წარმოადგენილი იყო საწმელი კომპლექსი, ბიბლიოთეკის და ტრეზორების მექანიზმების ინტეგრაცია ხდება რა, სასწავლო როლების ინტეგრირება რეალური სასწავლო მეთოდი მაკეტი და ენაზოვის საშუალებას იძლევა შეიძლება ვითარება რომელიც მიახლოებულია საბრძოლოსთან საშუალებას გვაქვს ტრენების ტრაექტორია კლიმატური პირობები რელიეფი და სხვა პარამეტრები მიუახლოვოთ რეალურს. აგერ მოგხსენებათ, რომ ყოველდღიურად ესეთი პირობების შექმნა სასწავლო პოლიგონებზე ძალადად არის დაკავშირებული და ის საშუალება ჩვენ არ გაგვაჩნია. ეს არის ბულგარეთის წარმოება. ბულგარეთის ნაკრები ხულია. ეს არის სასწავლო და რამდენად არის რეალობასთან არის მიახლოებული ფრენების პარამეტრები, საფრენი აპარატების ფრენის პარამეტრები, კლიმატური პირობები, აქ შეიძლება დრომი, წვიმა, ბოროსი, მთიანი რელიეფი,
სწორი რელიეფი მიზნების რაოდენობა მათი დროის რაოდენობა სიჩქარე შედგენა ხდება თავიდან სპეციალისტების მომზადებისას იწყება უფრო მარტივი ამოცანები, შემდეგ უფრო ერთი მსროლელი საშუალოდ აკეთებს 300-მდე გასროლას, რომ მიიღოს საჭირო დონის კვალიფიკაცია. თქვენ წარმოიდგინეთ 300 საბრძოლო რაკეტა რომ ასრულოთ პოლიგონზე, რაც ახებთან იქნება დაკავშირებული, ან ამდენი მიზნების რაკეტების დამზადება და თავისთავად ეს საერთოდ შეუძლებელია. რეალური მიზნები საერთოდ შეუძლებელია ჩვენს პირობებში. ჩვენ ვანთებთ კონცენტრაციას და ეს როდესაც რეალურად ერთ რაკეტას ისვრდა 20-30 კაცი მას ფორმაზე დაენახა მის ყველა სროლელი მეზენიტე შეასრულებს 200-300 გასროლას. სხვადასხვა ამოცანები. შეიძლება იყოს რომ ვირტუალურია. სასწავლო ცენტრი. აი ამ ცენტრის გავლის შემდეგ სახელმწიფო კვალიფიკაციის შემდეგ შეიძლება რომ მზადის სპეციალისტი გამოვიაროს. საბრძოლო ამერიკის გამოყენებას переносные ракеты и классы треба двое. Сейчас будем обучать специалистов. Если мы раньше готовы проводили теоретические, после этого проводили практические занятия в полевых и осуществляли пуски реальными боевыми ракетами. Сами понимаете, что дать каждому стрелку-зенитчику хотя бы по одному, чтобы он осуществил учебно-боевой пуск на полигон, экономически невозможно. Поэтому мы приняли такое решение закупить такую информацию. Здесь каждый специалист. Bicho, სასწავლო სპეციალისტების მოსამზადებელი. ანუ ეს არის მოსამზადებელი. აი ახლა ის არის რაკეტები.
ასეთ ამბების ზუსტად ამბების ამტებისთვის და მეორე ტიპის პოლიტიკისა. კიდევ უკვე ხონდა ხონდა უბრალოდ თუ როგორ იყო სოლაიციდან ალბათ ცოტა. ეხლა რამდენი სპეციალისტი მოამზადეთ პირველ ეტაპზე და აი ტრენაჟერის შემდეგ მათი გადაწყდა მოხდა. ამირან მოდი რა სპეციალისტების მოსამზადებელი ცენტრი. და ტრენაჟერის საწვრთნელი კომპლექსი სპეციალისტების მოსამზადებელი. და მსგავსი საფრთხე ჩვენ არ ხომ რამდენი სპეციალისტი ასეთი საწვრთნელი კომპლექსი ჩვენ არ ხომ ჩვენ ამზადებთ შემდეგი მეთოდით ტარდებოდა თეორიული სადინეობები ერთადად ბაზიანის მოსახლეობის დაწყებას. თეორიული სადინეობები ტარდებოდა სხვადასხვა საგნებში, როგორც საფრენი აპარატების შესწავლა, საერთო კომპლექსი. თეორიული კურსის შემდეგ პრაქტიკულად სადინეობებს სალონი პირობებში კომპლექსის მოყვანა საავტომობილო საწყობილში, ეკონომიკის საყურების შესწავლების და უშუალოდ უკვე სროლებს ვაწარმოებით რეალური საბრძოლო რაკეტები. წარმოგიდგენია ეს რაკეტის ღირებულება და ეკონომიკურად გაუმართლებელი არის. ჩვენ ვამზადებთ ყოველწლიურად 50-დან 100 სროლემდე. ამ ტრენაჟერის შეძენის შემდეგ ვამზადებთ 100-დან 200-მდე. განსაკუთრებით ვითარებაში თვითონ იარას რა ეწოდება რითიც სურია და როგორ შევიდა მეტრეობს და არა. ჩვენ გაგვაჩნია თავისი ტიპის შეარაღება და შემდგომში გეგმავთ შევიძინოთ სხვადასხვა ტიპის გადასატანის აზერების არაკეთებს. სტრელა, გლასტინგერი და სხვადასხვა. ეგ ეკონომიურ ეფექტს რომ აქვს საწვრთნელ კომპლექსზე ყველა სპეციალისტს ეძლევა საშუალება შეასრულოს საჭირო რაოდენობით სასწავლო სროლა, ესე იგი იმიტირება სროლების და საშუალოდ საჭირო არის 300-მდე გასროლის მოხდა. რაც იძლევა საშუალებას მევანეჭოთ კვალიფიკაციის სროლები მიზნებისთვის და გავუნდოთ ძვირად მიღებული იარაღი. ჩვენ უკვე შეგვიძლია თუ საქართველოს ახალგაზრდებს გადმოყვეთენ უკვე მომზადებული საწვრთნელი კომპლექსი არ არის გამიზნული იმისთვის რომ გავანადგუროთ რეალური საჰარო მიზნები. სპეციალისტების მოსამზადებელი. ანუ სპეციალისტები ისე მომზადდებიან საერთოდ სპეციალისტები მომზადდებიან საჭირო ხარისხით მიიღებენ საჭირო კვალიფიკაციას. ჩვენ საფრთხელი გვარი და რეგალი გეგმავთ ყოველწლიურად 100-დან 200 სპეციალისტამდე. და არის ესეთი გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრისგან მომზადოთ ფერსეკროლები სამსახური და ეს 100-დან 200 სპეციალისტამდე შემდეგ მსახურებენ ჯარში და იქ როგორ არის მდგომარეობა? ანუ მომზადებული სერტიფიკაციებს რომ გაიარა ეს სწავლება ანუ მზად არის და ფედერაციაში რა ფედერაციაში გენერალური გვაქვს რაც ქონდა და არის დაგეგმილი პროცესი. არა მარტო ამის შედეგი მაგის გარეშე ფაქტობრივად რაც შეიძლება ეს ეს აქტიველი წევრისთვის არის ეს არის საერთოდ